მოგესალმებით, მე ცირამ გველაძე ვარ და უნდა გესაუბროთ ყველაზე საინტერესო ამბებზე. 6 ფილმს, 6 ამბავ დავყოფთ და გიჩვენებთ, რატომ გვინდა ქართველებს ევროკავშირი. გიჩვენებთ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რისი გაკეთება და მხარდაჭერა შეძლო ევროკავშირმა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ბებია, ბაბუებისა და ახალგაზრდებისთვის. ამბავს დმანისის მხარდაჭერის სახლიდან დავიწყებთ, სადაც რადიო ვივი სენის მედიატორის საშუალებით მოხვდა. წავედით. მოადგენთ ორგანიზაციას, სადაც თავს იყრიან ყოველდღიურად 60+ ახალგაზრდები, ხაზს ვუსვამ 60+ ახალგაზრდები, რომლებიც თავისი ენერგიით, რესურსით ბადალსარუდებენ ჩვენს ახალგაზრდებს და ვართ ამიტომ ძალიან ბედნიერები. და ამიტომ ვართ გაოცებული. ქალის სიცოცხლის წყაროა. მას მოფერება უნდა. ვაჩუქოთ თბილისი ტბა ერთი ღიმილით უნდაც. ქალი მეტად ძლიერია, მიზანს მუდამ აღწევს. თუ დასჭირდა, ცხრაუღელა ხარკამეჩსაც გასწევს. ძმათა შორის ბრძოლა იყო. ტრობას ჰქონდა ადგილი, იქ მშვიდობას ამყარებდა მხოლოდ ქალის მანდილი. უთვალავ ჯერ შემოლეწა, ერმა ქვეყნის კარები, მამაკაცთა გვერდით იდგნენ ჩვენი გმირი ქალები. დღეს ჩვენ ვეწვიეთ რამდენიმე ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნული პროექტის ქვეგრანტიორები არიან და ძირითადად მათი პროექტები მიმართული იყო ახალი სოციალური სერვისების ან შექმნაზე, ან არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტებში, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, იყო ის, რომ ადგილებზე ჩვენ შევძელით სოციალური სერვისების მიმწოდებლების გაჩენა. ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც სჭირდებათ ამ სერვისების მიწოდება, ხშირად უხდება დიდ ქალაქებში წასვლა იმისათვის, რომ ეს სერვისები მიიღონ და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის ამ ჯგუფებისთვის. და ადგილებზე ასეთი სერვისების არსებობა ორგანიზაციების, რომლებიც მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს მიაწვდიან ბენეფიციარებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ამაყები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ დახმარების გაწევა შევძელით ამ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის. სხვისი შვილი იშვილა, ზრუნვას როდი იშურებდა იშვიათზე იშვიათს, დედობილი დედასავი შეუყარდა პატარას, ზრუნველობით ილეოდა დღეის სიამთქმილობის. ერთხელ ერთი სოფლისაკენ იდიოდნენ ორივე, გზაზე ჩელტის ხიდი დახვდას, სიარულით მიღლილებს, ვერ გაბედა დედობილმა, ბავშვის ხიდზე გაყვანა. შედგა მწარე ფიქრს მიეცა, ქალი თვალებ ნაყალა. თქვენ ახლა იმყოფებით ოფისში, რომელიც დმანისისთვის მომავლის პროექტად ითვლება და ეს არის ცენტრი, რომელშიც ყველა სიამოვნებით მოგზენდება. აქ მოსვლა შეუძლიათ არა მარტო 60+ ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც ხანდაზმულებთან საინტერესო დროს ატარებენ. ეს ცენტრი გაიხსნა 2021 წელს. პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ შინმოვლის პროგრამა, ხოლო მოგვიანებით 2022 წელს ძალაში შევიდა უკვე მეორე მიმართულებაც, ეს გახლავთ დღის ცენტრი, რომელშიც ხანდაზმულები დადიან, იმიტომ რომ თავისუფალი დრო მათთვის თავისუფალი დრო გაატარონ შინაარსიანად. ეს ცენტრი დააარსა ავსტრიის განვითარების ფონდმა და ორგანიზაციამ Hilfswerk International-მა ავსტრიიდან, ასევე აქტიური მხარდაჭერა გამოიჩინა მუნიციპალიტეტმა, რომელმაც ეს შენობა უზურპრუქტის წესით გადასცა სარგებლობაში და მის გარემონტებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მე ამას ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით აქ ვასწავლდი პროგრამირებას, ჯერ მე შევისწავლე, შემდეგ ვასწავლდი ბავშვებს და ხანდაზმულებს და დღესდღეობით ალბათ პროგრამირება ძალიან განვითარებული სფეროა, კოდინგი ზოგადად და აუცილებელიც კი არის, რომ რაღაც დონეზე ყველა მიცოდეს კოდინგი. ყოველ დღე მოვდიოდი ხალისით, რადგან ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული და ზოგადად მინდა რომ ამ სფეროს გავყვე და რა ქვია, ბავშვებთანაც ესეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა და გულდასმით და კარგად გვისმენდნენ ისინი და არავის არაფერი არ გაჭირდება საერთოდ. ყველაზე ასაკიანი ვისაც ვასწავლდი იყო 78 წლის ქალბატონი ემზე. ხანდაზმულებმა აქ გაიცნეს უმეტესობამ ერთმანეთი, გაიცნეს ახალგაზრდები, ვისთანაც ურთიერთობა უწევს და ყველაზე მთავარი, რაც მე ძალიან მომწონს, მათში ისწავლეს ერთმანეთზე ზრუნვა.
როდესაც რამე პრობლემა ჩნდება, ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის, აი ამ დევიზით მოდიან ჩვენთან და თანამშრომლობენ ერთმანეთთან. დღის განმავლობაში ხანდაზმულებს შეუძლიათ გაერთონ სამაგიდე თამაშობით, ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების აქტივობებში, მაგალითად, თოჯინების თეატრის სპექტაკლებში, ასევე მუსიკალური ნომრების შესრულებაში, ცეკვისა და სიმღერის წრეებში, ასევე სპორტულ ღონისძიებებში, მამაკაცები უფრო მეტად დაკავებული არიან ჭადრაკის წრით, ნარდის წრით. ქალბატონებს ძალიან უყვართ აგრეთვე ხელსაქმის კეთება, რისთვისაც სიამოვნებით ხარჯავენ დროს, რესურსს ხშირად თვითონ პოულობენ და მერე აკეთებენ საინტერესო ნაკეთობებს, რომელ ნაკეთობებსაც ხშირად გამოფენებზე გაიტანენ ხოლმე და იმ აღებული ფულით, რასაც მოიპოვებენ თავიანთი ნაშრომიდან, ასევე დღის ცენტრის კეთილდღეობისათვის იყენებენ. ან უკავშირიც აუცილებელი იყო, იქნება არაფერს არ ვაკეთებდი, ამისთვისაც მადლობა, რომ სუფხიზლად ვიყავით და ვცდილობდით, რომ ჩვენზე დაკისრებული მისია პირნათლად შეგვესრულებინა და ვფიქრობ, რომ შევძელით და თავი კარგად გავართვით. მოკლედ, პროექტთა თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი სამი თაობა ერთმანეთს დააკავშირა, გააცნო. რა თქმა უნდა, ახლა პროექტი იწყება და სრულდება, დასაწყისისკენ მივდივართ და პროექტი, რა თქმა უნდა, თავის დაფინანსებას ავსტრიის მხრიდან შეიზღუდება და ჩვენ სხვადასხვა გზებს ვეძებთ. ასე დავწერეთ სენის მიერ გამოცხადებული პროექტი და ესეც ჩვენი ის იყო, წინსვლა იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ შევძელით ამ პროექტიდან მიღებული თანხების ჩვენს სასარგებლოდაც გამოყენება და ბევრი სარგებელი ნახეს ხანდაზმულებმაც და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა. ყველა მოქალაქე დმანისელი მადლიერია, ყველა იმ ორგანიზაციის, ყველა იმ პიროვნების, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ცენტრის გახსნაზე და თუნდაც ეხლა რომ ის არსებობს. რომელსაც კვირაში ორჯერ ან სამჯერ მდგომარეობის შესაბამისად აკითხავს. ევროკავშირმა სენის დახმარებით იზრუნა დმანიში ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს შორის ტექნოლოგიური ხიდის გაბმაზე. როგორც ხედავთ, გამოუვიდათ. დღეს სულ ეს იყო მომდევნო ფილმში გიჩვენებთ, რა წვლილი შეიტანა ევროკავშირის პროგრამამ ისევ დმანიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების ცენტრის მხარდაჭერისთვის.